საფრანგეთში მისი ფასი იზრდებოდა ნელა-ნელა. კარიერის ბოლოს უკვე თმასვიოდა ღერა-ღერა. ამაზე თუ ვეღარ მიხვდი, ვერც მიხვდები ვერა-ვერა. 200. 300. აი ზუსტად ისე ვაკეთებ. ნასპერებს როგორც მანჩესტერის ნამდვილი. დაცვის ცენტრშიც დაბალანსება დამჭირდა, იმიტომ რომ ბოლოს საყვანილმა სმოლინგმა პირიქით დამიბალანსა მანამდე აყვანილი ვიდიჩი. 10 მილიონად ფაბიენ ბარტეზი ან მისტერი ბოქსი. მისტერი ბოქსი. მეგობრებო, მოგესალმებით. სეტი დაბრუნდა აუქციონით. პირველ რიგში მე მინდა დიდი მადლობა უთხრა მაყურებელს, ჩვენს მაყურებელს ერთ გულს და არა ერთ გულს, იმიტომ რომ არასპორტული პრესინგის ფინალური ეპიზოდი იყო პირველი ჩვენი ვიდეო ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში დადებული, სადაც არც ერთი კომენტარი არ ეწერა, გთხოვთ აუქციონი დადეთ და აუქციონი როდის იქნება. მადლობა ხალხს ამისთვის, მადლობა რომ იყვნენ ისინი პრესინგში ჩართული და ამ კონკრეტულ ეპიზოდში ყოველ შემთხვევაში და ახლა ვაჩუქოთ მათ ახალი ეპიზოდი აუქციონის. დღეს ნიშანი ხო არაა პირიქით. არა, კარგი ნიშანია. ხო. იმიტომ რომ ადამიანებმა რაღაც ფასი მოიწონა. აუქციონი. არა, უნდათ. აი ნახოთ ამ ეპიზოდში. მეგობრებო, დაწერეთ გინდა თუ არა მეტი აუქციონი. მე ვიცი რას დაწერენ ამ კომენტარში. ანდრო დააბრუნეთ. ანდრო დააბრუნეთ იქნება ტოპ აი ლაიქით. თან მე როზი ვარ ანდროს ადგილას კამათოც ხომანდაც ანდრო დააბრუნე. ანდრო დააბრუნდება რა თქმა უნდა, უბრალოდ დღეს არ იქნება ანდრო, იმიტომ რომ თვითონ დიდად არ უნდა და ეთამაშა ფერგის ეპოქის მანჩესტერის საუკეთესო გუნდის შედგენაზე მეგობრებო. რადგან მანჩესტერი დაბრუნდა მეტნაკლებად, ბოლო 3 თამაშია მოიგეს. ამასთან ერთად კარგ ფეხბურთს თამაშობენ მეტნაკლებად, ასევე გავიხსენოთ დიადი მანჩესტერი და შევეცადოთ რომ ფერგის ეპოქის ფეხბურთელებიდან საუკეთესო გუნდი ავაწყოთ. ამაში დღეს მონაწილეობას მიიღებენ ალექსანდრე გავრიჩიძე, გიორგი ჯავახაძე, გიორგი ციხისთავი. მადლობა მეგობრებო რომ აქ ხართ. წესები ისევ იგივეა, მილიარდი დოლარი გაქვთ. ფეხბურთელს თუ გამოტოვებთ, გადავა, არავის თუ არ გენდომებათ ყიდვა, გადავა შემდეგ მოთამაშეზე, მისტერი ბოქსებიც გვაქვს. ტაქტიკა შეგახსენებთ რომ იქნება ფერგის აყვარელი 4-4-2. დავიწყოთ და მოდი ეგრევე ბევრი ფული დავხარჯოთ. და მარჯვენა გარემარბი? არა, მარჯვენა გარემარბი არა. მარჯვენიდან იქნება? გეტყვით რომ მარცხნიდან ყავს. ამაც. იმის ვისაც ამბობთ. მაგრამ მე მინდა რომ ცენტრალური მცველით დავიწყოთ. სახელს არ ვამბობ. ხო, ვითომ არ ვიცით რა იქნება. ცენტრალური მცველი დავიწყოთ. შეგახსენებთ რომ პირველ ადგილზე ვისაც გამოვიყვან, შემდეგი ფეხბურთელი ვინც გამოვა, იგივე იმაში პოზიციაზე იქნება ან უფრო იაფი, ან იგივე ფასი. პირველი ცენტრალური მცველი არის ნემანია ვიდიჩი. საწყისი ფასი 90 მილიონი. 90 მილიონი ვიდიჩი. 100. 100 მილიონი ვიდიჩი. 120. 120 მილიონი ვიდიჩი. რაღაც მომენტში ისე ნელა დაიწყეთ, რომ ცოტა გული გამისკდა, რომ ბიჭო არა. 130. 130 მილიონი ვიდიჩი. ვიდიჩს მე ზოგადად ფერდინანდი მირჩივნა ყოველთვის. მაგრამ 130 ხო? 140. 140 მილიონი. მეც აღარ გავაძვირებ. ვიტყვი კიდეც. თუ მოუმატებ წაიგეთ. 150. 150. ხუთითაც შეგიძლიათ მომატება, მაინც შეგახსენებთ, მაგრამ მაინც იყოს 150, კვი? აღარ 150. 1 2 3. ნემანია ვიდიჩი 150-ად გაბროს გუნდშია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გაბრომ ფეხბურთელი იყიდა. პირველი სტილობაზე. კი. როგორც იცი? ზეითად ფასებს უძვირებ ხოლმე სხვებს და ეგ რო თამაშობ და ამჯერად 150. რო გადავთვალე. ხო 6 კაცი ყავს ასარჩევი ცენტრალურ მცველებად. 6-ია და ხო? კი, 6 ძირითად ბადეში და 2 მისტერი ბოქსი არის. მოდით იყოს ეს მარცხენა ფლანგელი, გარემარბი, მარცხენა ნახევარმცველი, რაც გინდა დაარქვით. კრისტიანო რონალდო. საწყის ფასი 100 მილიონი. ბიჭო მარჯვენა თავიდან პროსტა ორივე ფლანგზე თამაშობდა უბრალოდ ამ შემთხვევაში ამათ უნდათ რომ იყოს მარცხნიდან. ხო, ხალხიდან გამომდინარე ვინც ატყავს, მერჩინა რომ მარცხნივ წამეყვანა, თორე ორივეგან თამაშობდა და ბოლო პერიოდში უფრო მეც მარჯვნივ. ხო, ფასი რა გაქვს ისე უბრალოდ თორე 100 მილიონი. 180. შეგახსენებთ რომ ყველაზე ძვირი რონალდო არის. მეც ვიფიქრე დროს თავზე გამეთქი და რაღაცა ვიწვალოთ და 180 180 მილიონი. 200. 200. 300.
მაინცავა, აი მაინცავა. ზუსტად ისე ვაკეთებ ტრანსფერებს როგორც მანჩესტერის ნამდვილი. ვინმე კონკურენტი რო ჩდება ბაზარზე თუ რაღაცა. ის წესიც მომწონს, არავის თუ არ უნდა მაინც რომ იყავს, ვინც მანჩესტერულია. 300 მილიონი. მოუწევთ. 300 მილიონი. ავიდოდით ეს. რომელი რონალდოა ბოლო სეზონების თუ თავიდან სპაგეტი ჰერო? ყველა ფერგი. ფეხბურთელი რომელიც აქ არის მობრუნებული რონალდოა თუ ფერგის პერიოდში პრაიმი. ანუ მობრუნებული პრაიმი არის ყველა ფეხბურთელი. ოღონდ ფერგისთან უნდა ქონოდა ის პრაიმი. რა პრაიმის ქონდა ფერგი? საფირმო ძველი რონალდო. 7-8 წლები, აი. 301, 302, 303. არ არის იგივე ძველი, მე თუ მკითხავთ 300. მით უმეტეს შენს ფულს არ ხარჯავ მანჩესტერში. აგენაღლებად. მარტო მე ვარ 300 აქციონერი მანჩესტერის და ჩემს ფულებს ესე ჰაერში ისვრით. კიდევ ერთ ძვირ ვარიანტს შემოგთავაზებთ, ამჯერად უკვე ცენტრალური ნახევარდაცვიდან და პოსკოულზე იყოს მეგობრებო 90 მილიონად. 150. 150 მილიონი პოსკოულს. სადღაც რაღაც გუნდში მახსოვს სკოულზე მყავდა მრავალფეროვნებისთვის ახლა გაუშვა. აი 160-ში ახლა სკოულზე. 160 პოსკოულს. შეიძლება მოვიდეს კიდე. 160. 165. 65? მე ვიცი ძალიან ბუჭი. 11 კაცი უნდა ვიცი, ყავდეს. რომ ბოლოს რაღაც ისეთი შანსები მაინც რჩება ხოლმე და მაგის იმედი მაქვს რა, ყველას ეს ვიარაღი. ნუ მილიარდი თუ არ 165. გეყოფათ, 165, 170. 170. მილიარდი თუ არ გეყოფათ, ჩაგისვათ ისეთ ფეხბურთელებს, რომელიც ფერგისაც აღარ ახსოვს. არა, მაგას არ ვიზამ. დავით თამაშს ბელიონი. პატივს, თორე აი შეიძლება ის მე სპეციალურად არ ვიზამ. მიჩვენია ვიღაცები ჩავსოვი და გავაფუჭო მართლა. 170, 1, 2 და 3. სკოულზე 170-ად წავიდა ჯავახასთან. ანუ რონალდუს თანხით მე რეალურად თქვენ ორი კარგი, ორი პირველი პიკი მოგეცით. კი. რო აიჩეთ, მე ისევ გავთანავ. გოლკიპერი მეგობრებო, მეკარე, პიტერ შმეიხელს შემოგთავაზებთ 40 მილიონად. 70. 80. 80. მომწონს რომ ეს თავიდან აუ, დროს რო გიზო ანუ გავთხოვთ. სამი დავებაზე უარი გაქვთ ნათქვამი. მესამე დავიჯერო ეგრე წყნარად იქნება დალაგებული რომ შმეიხელი ვანდერს არის დიხია? არა რა თქმა უნდა, ბოლო იქნება. მესამე One day goats. აიბი. ანუ ეგრე არ იქნება. რამდენი? აგეთხათ 10 გავუძე. 80 მეკარეში, რა ვიცი, ხა უნანა რო იყოს კიდე ხო, ეხა. პრაიმის მანჩესტერისთან. ფერგის პერიოდია ბოდიში. 1, 2 და 3, 80 მილიონად შმეიხელი წავიდა ციხესთან. მოდი ამას 1-6 ფეხბურთელი თავიდან გავუშვათ, მერე გავთიშოთ. დავჭეთ და შევბეროთ რა. ჯერ ეგრე მივდივართ. კარგით, მეგობრებო, მარჯვენა მცველს შემოგთავაზებთ გარინევილს 40 მილიონად. 60. 60 გარინევილი. ვა ბიჭო, არასდროს არ მომწონდა გარინევილი. ერთ-ერთი პოზიცია მარჯვენა მცველია, ესეც სადაც მძიმე სამე ვარიანტზე ვერ ვფიქრობ. ანუ მისტერი ბოქსი ვერ იპოვი. მან პრობლემა ახლა გეტყვით, რის წინაშე დგახართ რეალურად. გარი ნევილი არის ალბათ ფეხბურთელი, ყველა პოზიცია რო აიღოთ, რომელიც ყველაზე დიდხანს იყო ფერგისთან ერთ კონკრეტულ პოზიციაში. კი. 65 მოდი, იმიტომ რომ მართლა დიდი ის არის დიაპაზონი. გიგზი. ხო, გიგზი წინ ბოდიში დაცვები გულისხმობს ისტორია. დაცვა კი. რა თქმა უნდა გიგზი არის. რა თქვი შენ? 65. 65 მილიონი. 70. 70 მილიონი. აუ ბიჭო, კაი წავიყვარ მოსამით. 70. ვერ მინდა. 1, 2 და 3 ნევილი წავიდა აზრით მარჯვენა მცველ არა, პოზიციაზე all time best-ია მანჩესტერში ალბათ. მე გადავწყვიტე რომ გავრისკო და მივენდო ბეйтს ამ პოზიციაზე, იმიტომ რომ არ მგონია რომ იმ ხელახარისხობრივი სხვაობა მომცეს ნევილი versus სხვა. ნახოთ, ყველაფერი გამოჩნდა. Phil Neville-თან. ყველაფერი გამოჩნდა. 70-ად წავიყვარა, ხო გიო? მარცხენა მცველს შემოგთავაზებთ აუ. ამასობაში. თანხასაც იწევს. ახლა ვეგეთქვით 60 გაქვს. მეგობრებო, 400 ბოდიში 850 აქვს გაბროს, 760 გაქვს შენ და 620 ციხეს. 760 რა 660. კი ბატონო. შენ 99-ის კლასიდან ჯერ არავინ არ. არა, ხო. ეხა ვიანებს ვაწევ. მანჩესტერს ვაკეთებთ და 99-ის Long კლასიდან question. ორი კაცი როგორ არ უნდა ყავდეს, ან 4. მარცხენა მცველი მეგობრებო არის 40 მილიონად, ასევე პატრის ევრა. პირველი ვარიანტი. 50. 50. 60. 60. ავიდეთ 70. ბიჭო, მაგათში მე
კაპიქს ვერ მოუმატებ. არა სტრატეგიული იქნება. ხო, როგორც ხლები აქ მისტერი ბოქსებზე ხარ შენ უკვე გადართო. ხო, მე ფლანგის ცველებზე ზოგავ. 70 1 75. 75 პატრის ევრო. აი 75 1 2 და 3 ევროც წავიდა ჯავახასთან მშვენიერი ფლანგები აქვს. 685 დარჩა. მოდით პირველი ფორვარდი და უეინ რუნია მეგობრებო, რა თქმა უნდა, პირველი ფორვარდი და ფასი არის 90 მილიონი. 140. 160. გინდა ციხე, მაგრამ სად არის ხო ამდენი ფული? ო, არა რაღაც. 160. გაბროს უწევს წაყვან რა? უწევს კი. არა. ფული აქვს, რა ვიცი. გაბრო არ იხდეს ესე. ოხრად. ბოლოს დარჩება 300 მილიონი და არ გაგიძვირებ თუ გინდათ აი მართლა გეუნდები. იმიტომ რომ ეხა ბოლო არის 160, ხო? ბოლო ბოლოს თუ არა, მე რაზეც ვფიქრობ, იმიტომ რომ კიდე არის ვარიანტები. ეხა კოული საკმაოდ. ორივეს არ გაგატან იცოდე კოული იორკიდან და ამიტომ შეიძლება არც დაიჩე შევერმერი გიჩვენ. 1 2 და 3 160-ად ჯავახასთან წავიდა რუნი. რუნე დარჩა 525. ბროლდ ყველა არის ყველა მოყვანილი თორე. რა თქმა უნდა. ორივე ფორვარდან 6 კაცი რო არჩიო, 6 ტოპ კაცს აარჩიო. კარგით მეგობრებო, მარჯვენა ფლანგზე გადავინაცვლოთ და 70 მილიონად დაცვა თუ ნახევარდაცვა? ნახევარდაცვა. დევიდ ბექემი. 70? აუ 90. არ ვიდა ბექემი 110. 110. ისე მაწყენინამ თავის დროზე რომ მე პირიქით. ჩვენ 7-იანი როგორ გაუყო. რონალდოს და ბექემს 10-იანი. აიგა ვერ ჩავ. თუმცა ბექემი 10-იანი ხო ეცვა თავი. 110 თქვა 110 არის. 100-ად ეხა ბექემი ხალხს ავიდე არინელში მაგ მაგდენი გადახტები. 1+6 დააწერე უკან. ერთი 130. ერთ-ერთს. არა 10 ნომრით აქ გატანილი გოლი უიმბლდონ. 2+5 მაინც 16 საერთოდ არ უხდები. გახსოვდა ეგა? 10 ნომრით აქ ნათამაშები თავი. აი ჩემია ხო ბექემი? წაიყვანე 1 2 და 3 100-ად წავიდა ბექემი გაბროსთან. ხო 99-დან ეხა ერთი კლასი არის 99-ის. სტილი არის ჩემი აზრით ბექემი 110. მეც ეგრე მარჯვენა ფლანგზე ხო აუ ეგ არ მიფიქრია იმიტომ რომ შეიძლება მე შემხდეს ვალენსია Quinton Fortune. ფორჩუნი ალბათ მარცხენი ო Fortune მარცხენი. მეორე მეკარე მეგობრებო, ვანდესარი 30 მილიონი. 60. 70 80. იქ მე რა რჩება სიო უკვე წაგებული აღარ გამომდივარს მე ხელის 80-ს დაყვანაში. ერთი სეზონით წამოყვანილი კაცი თუ ერთ სეზონი მოუწია ფერგისთან თუ იქნება? დეხია ხო მოუწევს ან თუ იმით ვაფასებთ ფერგისთან რა ითამაშა ლინდეგორის როტაციაში იყო ხოლმე. ანუ მეკარეში ვერა ვართ კარგად რამდენი თქვი 80. 80 85 25. იმიტომ რომ აქ რაღაცას ვიზამ ხარგრივს დავაყენებ რაღაცას ვიზამ რა იქნებიან რო იგენი. 90. 90. კაი წაიყვანე 1 2 და 3 90-ად ვანდესარი წავიდა გაბროსთან. შენი ესეთი არჩევანი გაქვს ჯავახ 10 მილიონად ფაბიენ ბარტეზი ან მისტერი ბოქსი. მისტერი ბოქსი სერიაში გეტყვი სამ იმას. იქნება არ მაწყობს ხო ეგ ხო უნდა დაფიქრე. მაგრამ ძნელია ვინმე არ მაწყობს მისტერი ბოქსი 5 მილიონად არის. აი ოშის ჩავაყენებ კარში პირველი ის არის რომ სერიაში უთამაშია კარიერის რაღაც ეტაპზე. დროს ვერ გეტყვი როდის. ნაკრებში ვერ წინავდა. და მანჩესტერთან ერთად მინიმუმ 1 ტიტული აქვს მოგებული. ბიჭო იდეალურად ჯდება ისე რა დეხიაში. დება ხო მაგრამ ნაკრებში ვერ წინა. ეგეთი დილი შემიძლია შემოგთავაზო ბარტეზი არ მინდა 10 მილიონს დავამატებ და ჯონოში ჩამიყენე კარში არა, ეს უნდა იდგეს კარში, რომელსაც აირჩევ. ან ფერდინანდის მოუწია ერთხელ. კაი მისტერი ბარტეს მართლა ყველა მირჩევნია რა ვიცი ფერდინანდი ჩადგეს ეხა იქნება. მასიმო ტაიბი მეგობრებო. მასიმო ტაიბი, რომელსაც ნაკრებში საერთოდ არ უთამაშია. წავაგე უკვე, უთამაშია. ნუ ესეთი ტრივიალური აღარ იქნებოდა ნიკა ესე უა.
კაში დგას მასიმო ტაიბი. ასე რომ ტაიბი რომელმაც შეიძლება ვთქვა რომ მე გადაიხადე. ფერგი მარდა 10 მილიონი ხო? ხო უდიდესი ფეხბურთი 5 ტაიბი 5-ად იყო 10 იყო ბარტეზი თუ კიდე უფასოდაც შეგვიძლია. ანუ მე ხა ცენტრალურ მცველად ჭირდება ოში რომ გადავწიო 520? კი. აჰა შენგან 500? რიო ფერდინანდი ასევე 90 მილიონი დაიწყე. 100. ვიცი რო გინდა. 110. 120. 120 მაგ პარაგა დავამბრუგალებ. ვიდიჩი რამდენად იყიდა? 150. 150. ასე რომ მე გადახარჯვა მაქვს მგონი. კი, ხარჯთა გრიცვაში. ბევრი ფეხბურთელი ყავს ოღონდ 5 ყავს ხო. 3 და 2-ია აქეთ მიუხედავად იმისა, რომ ერთი უფასოდ ყავს არენდით. არ გაგადახარჯვა ბოლო პიკი. აკაური სტანდარტებით არ გაგადახარჯვა აი 130 რიო. 125 რატო? როცა 5-ის უნება რატო 10? 125 140. 140 ჩავერთობი მეც. 140 და 10. 150 1 ხა პიკვიდიჩზე ორი. კარგი პიკ ფერდინანდი არ ყოფილა. 3 სამაგიეროდ განგრძობითობა უკიდიხანს. პიკებით ვაფასებთ ახლა ხვდები სხვა თამაში. 150. ორი მეც რიო კიდე უფრო მე მიყვარს. 400. იქ ხა რა ვარიანტები გრჩება? რონი იონსენები? ჰენინგ 470 დამრჩა. სხვა შორის ფერდინანდი, ანუ ამაჩემი არის იუნაიტედის საყვარელი გულშემატ გუნდი და ფერდინანდი ევასებოდა ყველაზე მეტ. და რონალდო რომ არ ევასებოდა, მე სპეციალურად რონალდოს ფანი მაგითო გავხდი. რა თუ არ გევასებოთ, რა. ასე რომ მაგანაც დამატებული. ასაფასებელია იმიტომ რომ ძალიან იშვიათად გამიგია მანჩესტერში ვინმე საყვარელი ფეხბურთელი რიო იყოს მეორე რიო საყვარელი. კონკრეტულად ნუ ტოპ 5-ში არა შეიძლება ალბათ. ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მე მიყვარს თან ცენტრალური მცველები მაგრამ ესე რომ აი რიო ჩემი საყვარელი ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ დაცვის ცენტრი სულ პრობლემური იყო. ნესტას მე ჩემს საყვარელი მცველი იყო რა. ანუ ფერდინანდი არის ტიპი, რომელმაც გულშემატკივრებს მოგვიგვარა ცენტრალური მცველის პრობლემა 10 წლით რა. ტოპ 3-ში ბევრისთვის იყო ხო? თან რამდენი მცველი იცი? აი ფერგისთან რო კორნრო უქონდა. არა თან ეგ მევასებოდა ხო ხო, რა. ვიზუალურად და FIFA-ში იმას რო აწყობდი ჩემ თავს მეც იროკეზები და რაღაცებს იროკეზი კი არა მას რა ქვია კორნრო. ხო ქართულად რა ქვია თორე აი ხა ბოდიში. დრედი დრედი არ არის. დრედივით არის ეს დრედი დაწილი არა, კორნრო სხვა რამეა. დრედი სხვა რამეა. იმენა ის არის რაღაც. უცხო სხეული. დაწერეთ კომენტარებში ქართულ მეგობრებო რა ქვია cornrows. მანამდე კი მეორე ფორვარდს ენდი კოულს შემოგთავაზებთ. აჰა. ფასი 60 მილიონი. 70. 70. 90. 90 ენდი. 100. 100 მილიონი ენდი კოული. და 100 მილიონი ენდი კოული. სკოლში ამდენი გადავიხადე. სკოლში გადაიხადე 170. ეუ. მაშინ 120 კოული. 120. მე დავთმ. 1 2 და 3 შეტევის ხაზი რუნი კოული ყავს. თან როგორ უხდებიან ერთმანეთს? რუნი ცოტა უკან გაათამაშებს, ჩამოვა. მართლა იდეალური ის იქნება. სულ ცხრიანი და ეს კლასიკური ცხრიანი. 120 ხო? კი. არ მოვიდა გიგზის დრო ანუ ბექემ შენ 100-ად დაითრიგა. გაბროთა იყო. ანუ თითქმის ეგეთ საჩუქარი გამოვიდა იქ. აა ბექემი ძალიან გაიგო. ბექემი ყველაზე დიდი საჩუქარია ჯერჯერობით. მეორე ცენტრალურ ნახევარმცველს შემოგთავაზებთ და ეს იქნება როი კინი. საწყის ფასი 60 მილიონი. 70. აუ კინის კოულზე გამომდი? 100. 120. 130. ისე წავიდა მანჩესტერიდან, რომ შეგვიძლია მარტივად გავაშავოთ ბოლოს შეჯამებისას. ნამდვილად, მაგაზეც უნდა ვიფიქროთ რა ლეგასი დატოვა. ხალხის თვალში. 99-ის როიკინი ჩამის შემოდგენილობაში. აუ ვინ უნდა გააშაოს რო აქეთ არ გაგაშაოს. ყველას გააშავა. აი როგორც ტარანტინო ვერ ქენსაუნება ეგრეა. არა, არა, აი ეს 130-ზე 120 ხარ უკვე? ოკეი. მე აღარ მაქვს მაგდენი ფული. 1 2 და 3 130-ად კინი წავიდა გაბროსთან. ესეც კაი საჩუქარია. 120 დარჩა. მაგრამ სკოლზე კინი რო გამეკეთებინა? ზუსტად ის გეიმია იუვენტუსთან რაც იყო 99-ში და
მშვენიერი გუნდია. მეგობრებო, მარჯვენა მცველ შემოგთავაზებთ შემდეგს. მეორეს. კი. და არის რაფაელი 20 მილიონად. დასილვა? წინ. აი 20. რა 20 ეხლა 25. 25. ცოტა რა ღირს ისე რა ვიცი. აი რა 30. ბრალოდ მეშინია მე. აქ ხელაშხობა არ არის ხა ნევილს და რაფაელს შორის კლასში რო ხა 100 და 20 ამ ეგრე ვერ მივიღებ. მივენდობი ბეთს რა. 35-ად გაბროსთან წავიდა. 40 აღარ გავუძვირებ. ვესლი ბრაუნი ეგ არის. მესამე არის ვესლი ბრაუნი. ვეს ბრაუნი. მესამე ჯერ გაბროს დარჩა 425. 10 მილიონად და 10 მილიონადვე გთავაზობ ამ ფეხბურთელს. აიღე ვესლი ბრაუნი ვეჭი. მე მომწონს. კონკურენტიდან გადავიდა მანჩესტერში. ინგლისის ნაკრებში ისტორია დაწერა. 40-მდე გოლი ინგლისის ჩემპიონატებში. ინგლისის ნაკრებში ისტორიის დაწერა რა არის? მართლაც მნიშვნელოვანი და დიდი ისტორია დაწერა. რომელსაც ვერავინ შეცვლის. ამას გეტყვი. ვერავინ ვერ შეცვლის. აწი. არაფერი არ მახსენდება. ინგლისის ისტორია მე 66-ის მერე არ ვიცი. ვა. მოკლედ საკამათო და პენალტი ხო არ გამაზა და მე ეგეთი მაგის გამო გავარდა. ეს ახლა თქვი კონკურენტიდან გადავიდა მანჩესტერში. ხო? ინგლისის ნაკრებში ისტორია დაწერა. და 40-მდე გოლი აქვს ინგლისის ჩემპიონატებში. ბევრი გოლი აქვს. ჩემპიონშიპი შეიძლება იყოს. ხო, სულ რო ის იყოს ჩემპიონშიპი. კაი, ვეს ბრაუნი მახსოვს მე იდგა ძირითადში 2008 წლის ფინალში. 2008-ში. კედელიც გაათამაშა. მარჯვენა მცველი მაინც არ იყო რა, ცენტრალური მცველი უფრო იყო. მოიცა რონალდოს მაგან ხო არ ჩაუწოდა. კი, მაგან მოუწია ვეს ბრაუნს თამაში. მთელი სეზონი მარჯვენა მცველზე ითამაშა. დამტროულია. და ასისტი გააკეთა. ანუ მაგ სეზონისას თუ ჩაისვამ დაუდგები უპრობლემოდ. აი, მაგ იმედია სეზონის ვინმე- შეგიძლება ხო თან უეჭვა. იმე ლეგენდა არ იქნება და ანუ უტოპესი იყო მაგ სეზონში. მაგრამ ჩვენ ვეს ბრაუნს. ჩვენ დეპორტივებს გაგახსენებთ ეხლა რა თქმა ვეს ბრაუნი ეს იყო ვივ ანდერსონი მეგობრებო, პირველი ფერატკანიანი, უი. რომელმაც ინგლისის ნაკრებში ითამაშა და ბევრად. მეორე ტრანსფერი ფერგის იმაში, მანჩესტერულ Forest. ისტორიაში. 10 მილიონი არსენალიდან ვეს გადავიდა. ბრაუნი. 10 მილიონად Forest-ი. ბრაუნი ძალიან კაი. არსენალი იყო თან კონკურენტი, მე საერთოდ არ წარმოვიდგინე არსენალი. არ არის მაგარი ფასია ბრაუნი. ჯობდა ისაგეღო. ის საერთოდ არ ვიცი მაგ ფეხბურთელზე და ანუ რო თქვა გულით ვერ დამწყდა ხო ხტები. 10 გადაიხადე ხო? კი. შემდეგი ცენტრალური ნახევარმცველი მეგობრებო არის ეხლანდელი მანჩესტერის 100 მილიონი. მაიკ კერიკი. წვრთნელი რატო ვერ ვთქვა? უცებ 100 მილიონი წამო. ანუ არა, სიტყვა წვრთნელი დამავიწყდა კი. ოღონ თავში მოვიდა ყველაფერი სხვა. ტრენერი მოვიდა. რაღაცა coach. რაგის ისე საბაზრო ფასი. 50 მილიონი, თუმცა უკვე 100 გახადა ჯავახი. 100. ასად უეჭველი გაგატანთ. მაგიტომ თქვა ალბათ რომ სალაპარაკო არ ყოფილიყო, კერიკი წავიდა 100 არა, მილიონად. ფულს დაზოგავე, მაგრამ 80-დაც, 90-დაც. არა, გამიძვირებდით ვიცი ეხლა. კაი, მე ვინები მომდია, ვინ მომდის ცენტრალურ ნახევარდაც. შემდეგ ფორვარდ შემოგთავაზებთ. ისევ ასევე კარგია 60 მილიონია და რუდან ნისტელროი არის მეგობრებო. 80. 80. 85. 100. გაბროს ანევასება ნისტელროი. კაი, არ გიდა შეჭა. არა, ყავს ფორვარდები. ყავს ხო? არა, ნისტერლოი უნდა აი, გააძვირო. მე მომდევნო სწავლე. შეგრჩება ტევესი. 110. მაგრა გამიძვე. ეგეც რაღაც წაიყვანოს. წავიდა 375 დარჩა გაბროს. ეხლა მე ვარ დომინანტი ძალა ბაზარზე, იმიტომ რომ ამაც მაქვს თითქმის 100 მილიონით მეტი 100. ოღონ სამი ფეხბურთელი. რა უცნაურად მოხს ისინი თენ ნახევარსფეროში, მარჯვენა ნახევარსფერო შევავსე. მარცხნივ არავინ მყავს. კი. მეგობრებო, ესეთი წესი მოვიფიქრე და დღეს დავტესტავ. აბა? თამაშის მიმდინარეობისას ორჯერ, პირველად ეხლა და მე სადღაც კიდე მოგცემთ საშუალებას, რომ ერთმანეთში მოილაპარაკოთ, თუ გინდათ და ვინმე მაგალითად, რომელიმე ფეხბურთელი თანხის დამატებით გადაიყვანოს ან გაცვალოთ. ოღონდ რა თანხაც გადახდილია, იმას ვერ შეცვლით რა. ხო. თქვენ გამოგაკლებათ მე ის თანხა ან დამატება მოგიწევთ რაღაც თანხის. თუ გაქვთ სურვილი, აი ორი კაცი რა დამჭირდება. ანუ აი ხა ნახე, რაფაელი რომ ყავს მე. ხო, 35 მილიონი. კი. სიხეს რომ მივცე და უთხავ ეს ბრაუნი მომცეს, და რავი, რა სიზავ. უბრალოდ რო გავცვალოთ ერთმანეთს. 20 და რაღაცა ამოდის რომ 35 მილიონი აქვს დახარჯული ოღონდ იმას.
შენ უნდა გიცეოთ და ვესბროუნი გიჩვენია რაფაელ შენ? კი რატო არა დავზო გავდი ფულს რავი. მეც რავი ჩემ ხმაში მარტო ის სეზონია. მე რა სვამ ვიცი ერთ. შეგიძლია სხვა პოზიცია გული გაცვალო. მომენტი ჯავახ რონალდუს მოგცემ და 150 მილიონი რაც დარჩა ის მომენტი რა. მე რუნიში გადაიხადა 140 ხო გონი? რუნიში გადაიხადა 160. 160. შეგიძლია რუნი მაგალითად შენ წაიყვანო უბრალოდ 160. და 160 მილიონით მეტი გექნება შენ. თუ არ გინდა რუნი. მეტი არა ნაკლები. მეტი ექნება. 300 აქვს რონალდუში გადახდი. 300 მაქვს რონალდუს გადახდილი ამას. რო გაცვალოთ? ხო. ხო, რა თქმა უნდა, 140 მილიონით. არა მე რუნი უფრო მევასება და ამიტომ არა ფული აღარ დაგრჩება მე ყოველდღე იმას იქნება. მაშინ რავი ხა. უნდა ვქნათ ხო რომ ხალხს დაამახსოვროს. არა, რატო თუ გინდა არაფერიც არ მაგრამ უკვე შენ მოგამშვენებია. სატესტოდ მაგ ახლა შემოტანილი. აი 1-2 ტრანსფერი გავაკეთოთ და ტაიბის მოგცემ აი ფასი. 2-2-ზე შეგიძლიათ გაცვალოთ. 3 მაგი გასვლაც შეგვიძლია გავაკეთოთ რა. ის იქ წავიდეს. თუიდან კერიკის კოუს მომენტს და არა კერიქს არც ერთ თანხად არ მოგცემ 300 მილიონათაც არ მოგცემ კერიქს. კერიკი არის ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი კაცობრიობის ისტორიაში. მაშინ კოული და სკოულზი მომენტს და რონალდუს მოგცემ. მე რაფაელს ვთვლი მოკლედ თუ დაინტერესდებით. ანუ მე რა არის ცინახე 4 კაცი მყავს და სამატებელი და 300 მილიონი მაქვს ფული რა. ანუ ერთი ძვირიანი ტრანსფერი კიდე ხო და შემიძლია. ფულს აღარ გამოგართმ ცოტა გაქვს და კოულის კოულზი მომენტს რონალდუს მოგცემ. არა. არ გინდა? კოული ახლა 2 ანუ ჯამში ფასით მე უფრო მეტი გადავხადე 300 გადავხადე შენ გადაიხადე რაღაც 260. ანუ მე უნდა გავაკეთო ისეთი გუნდი რომ მანჩესტერის გულშემატკივრებს ჩემი გუნდი უფრო მოეწონა. რონალდუ არ ვარ თუ რა? კი, მაგრამ ეხა სადაც კოულზი და ისინი უფრო უკეთ. კარგით, მეგობრებო, არა ვილაპარაკო. დავილაპარაკო. 2 კაცი დავიმატოთ და ანუ 300 მაქვს დარჩენილი. მარცხენა მცველი დავასრულოთ. მეორე ვარიანტი ევროს შემდეგ არის დენის ირვინი 30 მილიონად. აი ირვინში შეიძლება გაგიცვალო. 40. გააძვირეთ ცოტა და ირვინში დაგელაპარაკო. ბიჭო, ვიცადე. დავიჯეროთ მე იქაც ცუდები რა მისტერი ბუქსში. მაგრამ ეს ვივანდერსონი კარგი იყო, მე არ ვიცი უკვე. ფაბიო იქნება მესამე დამიჯერი. 40 გაბა 45 რა. 55. ჩემი. ნორმალურად. აი 60 არ გადავიდე. 1 2 და 3 დენის ირვინი 55. ირვინი ახლა ერთ-ერთი საყვარელი კაცია მანჩესტერელებისთვის, ასე რომ სავაჭროდ გამოგადგება რა. 320. შენ დარჩა გაბროს. გეთახმები. შენ ციხე 5 მილიონად ფაბიო, ან 10 მილიონად ეს მისტერი ბოქსი. აბა. ნაკრებში 72 მატჩი აქვს ჩატარებული. ერთ-ერთი ტოპ გუნდის სამწვრთნელო შტაბშია დღეს. და 10 მილიონად გადავიდა მანჩესტერში. თავის დროზე. ერთ-ერთი ტოპ გუნდის სამწვრთნელო შტაბშია. ეხლა არ გამახსენდება ხო ვიცი. ეს არის 10 მილიონად, ფაბიო 5 მილიონად შეგახსენებ. ეს ფეხბურთელი 1000 არის. რამდენი გაქვს ფული? ჰაინცია, ხო? გაბრიელე? ჰაინც. ჰაინც ხო მიჩვენია, ჰაინცე იყოს. მიჩვენია ჰაინცე. ფაბიოს ჯობია კი. მისტერი ბოქსი. აინცია ნამდვილად 10 მილიონი. და 450-დან. აუ მისტერი ბოქსებზე შეიძლებოდა დალოდება რა. მაგრამ მაგრამ მე დაიბია 45-ად მისჩვენია ირვინი 10-იან ჰაინცეს რამეც. კი. მანჩესტერელისთვის კი რა თქმა უნდა. მაგრამ 45 მილიონი სად გამომადგება კაცმა არის? ნახოთ შეიძლება გამოგადგეს ცენტრალურ მცველზე, რომელიც შემდეგი არის იაპსტამი. 60 მილიონი. 80. 80 მილიონი. 85. 100. 105. ფერდინანდი რა დაჯდა? 115. ფერდინანდი 150. 120. 125. ო ვიღაკ რჩება რა ფულებით ლატა 85 რჩება. აუ ის ეხა მაქვს 320 გაქვს. ხო. თო 325. 320 გაქვს. რამდენი თქვი გაბრో? არ მახსოვს. 125 თქვა. კი. 130. 30. უნდა მისცე ჩემი აზრით და მე მაგრამ რომ ირჩება მაგვაიერი არ მაგვაიერი არა ნება მერე ფერდინანდის ტამი ეყოლება შუაში. შენ დაცვის ცენტრი ყველაზე კაი ამას გამო მაგრამ შენ ვიდიჩი ყავს აუ მე მერხევა დაცვის ცენტრი ბიჭო როგორც ფერგი იტყო და 135. 140. 140. 1 2 და 155.
არ მეგონა იაპსტამი თუ ესე ძვირად გაიყიდებოდა. ძალიან მიყვარს იაპსტამი. არა მე გაბროს რამდენი ფეხბურთელი იოპ. ბავშვობაში შეტევა გაბრ, რამდენი ფეხბურთელი რჩება? ხო ალბათ სტამს. 3. სტამი თუ ავიყვანე 3 დამჭი. სამი თუ აიყვანე. შეტევაში ხო აყენებდით სტამს ბავშვობაში ფეხბურთში. არა. მე სულ აყენებდი ხო. ერთ-ერთი რობოტი. თავით მაგრა თამაშობდა და ფლანგზე ედგა დავიცი და თავზე შეტევაში სტამი. 1 2 1-ით მეტი რამდენი თქვა? 40. 145. 155. თუ 155 ვთქვი ძალიან. არ მახსოვს. არც მე. 150 ხო. აი 150. იაპსტამი. შეიძლება 5-10 მინუტი. ფერდინანდის ფასია ამ წუთას. 150. 1 იყოს 2 და 3 სტამი 150-ად წავიდა ციხესთან. ხო, ეხლა რა ისე გავაგზავნო როგორც ბეს ბრაუნზე და ჰაინზზე. აუ რა საშინელი პირველი პასი აქვს შენ დაცვას. არა უშავს. პრესინგიდან ვერ გამოხვალ ვერასოდეს. მაგაზე არავინ ფიქრობს. ბრაუნი, შემდეგ ფორვარდ ჰაინცე, ფერდინანდია ყველაზე რბილი ბურთთან. კირან რიჩარდსონი გინდა შენ რო შეავსო. ფერდინანდს რასე თავის დროზე ის პიონერი იყო მაგ პირველი არა, პასი. პირველი ფერდინანდს ნორმალური აქვს მაგ 4-ში დანარჩენი კედელია ხმას რო გამოსცემს ბურთი მიიღებისას ეგეთი დაცვაა. ან ბურთს რო მიიღებს, ბუხ, ეგეთი ხმა იქნება. 300 დამრჩა. მეგობრებო, შემოგთავაზეთ ბერბატოვს 40 მილიონი. აუ ბერბა. კაი. ავიყვან 40. 40-ად უნდა ციხეს. აუ რა იაფია, ერთი. გაუძვირე. ამას financial power არ უნდა მივცეთ 50. მე ვერ ყიდულ. 55. 55. კოულში შემიძლია გავწოდო თუ ერთი. ეხა ამა რო წაიღოს მე კონკურენტო თუ შევი ფორვარდების პოზიციაზე და დუაით იორკი უეჭველი მერჩება წაიყვანებოდ. 2 და 3. აუ რა იაფია. 55-ად. 250. მეორე ფორვარდი შენ არ ყავს აყვანე. არა. ამ მომენტში მეგობრებო, ეს არის ალბათ ამ გადაცემის ისტორიაში ყველაზე იაფი ტრანსფერი. ამ იმის თქმა შემიძლია, რომ ესეთი დაძაბული გადაცემაც იშვიათად ქონია. ყველას ყავთ ერთი და იგივე რაოდენობის ფეხბურთელი და ფაქტობრივად ერთი და იგივე რაოდენობის ფული. 320, 300, 255. ოჩახ. ბერბატოს მაგთან ხათ არც გავანათხოვრებდი. ამიტომ მეგობრებო, დავტესტოთ ეხლა ეს ჩვენ. რონალდოს ის არის. ანას შემდეგი ცენტრალური ნახევარმცველი ბრაიან რობსონი 40 მილიონი. კაპიტანი მარველი. 40. 45. 60. 65. 70. 70. 75-იც. 85. აი, ახლა წაიყვან. 1 2 და 3 რობსონი 85-ად წავიდა გაბროსთან. ანუ გაბროს დარჩა 235. ამდვილად ჩემზე ნაკლები. და მეგობრებო, შემოგთავაზებთ ეხლა მარჯვენა ფლანგელს ნანის ლუიშ ნანი 40 მილიონად. იყოს 40. 50. 55 აწი მეც ვეღარ გავაძვირებ ხოლმე ცოტა ფული დარჩენილი 5-ზე მეც ვერ ავწევ. 60. 65. კიდე ვინ შეიძლება მარჯვნივ ვალენსია? ვალენსია ნანი ერთი დონეა მანჩესტერისთვის. მე ნაკლებად. კაი 70. აიყვანოს კაი. 70-ად ნანი წავიდა ჯავახასთან. ლოგური ფასია. ესე რომ მითხრათ 230 დარჩა. ეხლა ყველაზე მეტი მე მაქვს, ოღონდ ცოტათი მეტი. ოღონდ შენთან ვალენსია 20 მილიონად ან მისტერი ბოქსი. 5 მილიონად და მისტერი ბოქსი. პრემიერ ლიგის მიღმა 4 ტიტული აქვს მოგებული ამ ფეხბურთელს. გვადალუპური წარმოშობისაა და შეიძლება ერზურუმსპორიდანაც გახსოვდეთ. ერზურუმსპორი, ხო? ერზურუმსპორი. ვალენსიაზე კაი, არ ვიცი. მექსიკელია? ფრანგული რაღაც. გაბრიელ ობერტანი? ერთი ვარიანტი. ყველაზე ლოგური. ჯება ხო არა. ჯემბანჯება საყრდენია. და გვადალუპური არის კამერუნელია ჯემბაჯი. კაი, იყოს ვალენსია, არ გაწვალებ. ობერტანი იყო. ობერტანი. გადარჩი. არა, გვადალუპელი რო თქვი და ისა უცებ რაღაც. გადარჩი გაბრიელ ობერტანით. შეტევებს. ვალენსია რამდენად 20, ხო? აუ ძალიან კაი. კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ. ბერბატოვი და ვალენსია მეგობრებო, ძალიან ეიდე თუ გინდათ კიდევ ერთხელ გაგეხსნით ტრეიდების სეზონს. თუ
თუ გაქვთ რამე სურვილი რომ გაცვალოთ, გადახედეთ ერთმანეთის გუნდებს. ისევ რაფაელს თავაზობთ რა. ჩაავახას მივმართავ მე რომ ფერდინანდის წამიდან ერთ-ერთი თუ გენ წაიყვანა და მომენტში ანუ ფერდინანდის კოლზე გავცვალოთ თუ გინდა. და მე როგორ? ფერდინანდის კოლზე რომ გაცვალო, წელიც ერთ-ერთი უნდა მიაყო და პოზიციები. მცველიც. მე არ მყავს ჩემს. იმიტომ რომ შევსვლა. ავიყვან ცველს და ვილაპარაკოს. პოზიციები უნდა ხო და მე ცენტრალურ მიდფილდერი არ მყავს და მაშინ ბიჭო აი უკვე შევიყვარე ეს ხალხი რა რომ მე ბრძოლე და თითქმის ყველა ჩემი საყვარელი ფეხბურთელი. ბრძოლე და არა, უბრალოდ ტესტავ, შემდეგ გადაცემდა შეიძლება აღარც მოვიტანო, ახლა რომ ხედავ, მაინტერესებდა რას გამოიწვევდა და. სხვადასხვა დრაფტს რო თამაშობ გულია. პრემიერ ლიგის იქაც გიყვარდებიან. ტრეიდები არის აი ურთულესი. გიყვარდებიან. ხო აი ვერ ეგუები რომ მე ვარ ეგრე ჩემი NBA-ის მაიტო ასისურე დრაფტი გუნდი და ხო არა მე ჯერ აღავი თამაშე ბოლოს კლასიკი კლასიკი. NBA-ის დრაფტი ძალიან კარგი არის და ეს დრაფტი ძალიან კაია, მაგრამ უბრალოდ შენ უნამუსო ადამიანს შემოგებულს არ აყენებ ერთი თვე არის. არა კარგი, თვე, აღარ ერთი. დააყენა, მართალია, აღარ დააყენა, აწე, იმიტომ რომ ხო, ასე არ არის. ვიგებთ ანდა. არ ვცვლით ეს განმოგწა გიგზი მომეცი და მე კმაყოფილი ვიქნები. მე ფული ამდენი დამრჩამი. 220 235, 230, 225. სამ-სამი კაცი ყავს დარჩენილი სამივეს ხო? კი. და მეგობრებო, შემოგთავაზებთ შემდეგ ფორვარდს. შენია. დუაიტ იორკი. აი, ციხეან მე. დუაიტ იორკი. დაწყვეტეთ ხა ერთმანეთი იორკია ეხა. ის ხო არ არის. 30 30 მილიონი დუაიტ იორკი. 30 20. 50. 50. შეგახსენებთ რომ დუაიტ იორკს მისტერი ბოქსი მოყვება, იმიტომ რომ უკვე ბოლო ორი ფორვარდია დარჩენილი. ვიღაც ტევესის ნაირი იქნება. დუაიტ იორკს ვავიჩო მისტერი ბოქსი მაქვს ხო, შემოთავაზებ თუ ვინ არა, 50 კაბრო 45 55. 70. ლოგიკა. 75 80. 80, 1, 2, 85-იც კი ბატონო, 85 დუაიტ იორკი. მისტერიში იცი ვინ იქნება? გაუშვათ დუაიტ იორკი ციხესთან. მიდიო ამპერსი არ იქნება რა მომენტები 85-ად თუ მოდის ჩემთან შესაბამისად რჩება არა. მე მან შემოგთავაზე მისტერი ბოქს 20 მილიონად. მისტერი ბოქსი 20 მილიონად. ორ ან მეტ პრემიერ ლიგურ კლუბში უთამაშია. მანჩესტერის ერთ-ერთი ყოფილი მწვრთნელი სახელი ჰქვია. ოღონდ გულისხმობ ფერგის შემდეგ ეპოქაში ერთ-ერთი მწვრთნელის სახელი ცეხნიები არიან. მაშინ რა ვიყიდ და პელეს ტოპ 100 ფეხბურთელის სიაში ვერ მოხვდა. რაც არაფერს არ ნიშნავს. დევიდი ჟოზე კავიაცები გამოვრიცხა. ლუი ერიკი კანტონა ბიჭო. ბიჭო აუ კანტონა თუ შეგხვდა დაგხოცე. რები ქონდა პირველი ორი ორ ან მეტ პრემიერ ლიგურ კლუბში უთამაშია, ვერ და დაგიზუსტებ. მანჩესტერი მანჩესტერის ერთ-ერთი ყოფილი მწვრთნელის ის სახელი ჰქვია გამოგაუშვი იორკი. და პელეს ტოპ 100 ფეხბურთელის სიაში ვერ მოხვდა. აუ იორკში ამდენი ვიწოლ და რა ღირს 20. ხო რა მაგას ვიჩვენ მისტერი ბოქს მე კანტონა. რა თქმა უნდა დევიდ ბელიონია მეგობრებო. კანტონა. კანტონა პელეს ტოპ 100-ში არის. დევიდ ბელიონი არ არის. ანუ მე ეხა გამოვუშვი ჩემთან ერი კანტონა. ვერ გეტყვი შენთან. ბოლო დარჩა, ეხა უნდა თქვა. არა, შენთან მოვა. ბელიონი? ბელიონი 20 მილიონი. მაგრამ ფული დაზოგე, ხო? ფული მაქვს ხო რამდენი დამჩა 205 დამჩა იორკი ვეღარ გასხვისდება? იორკი ვეღარ. ვახჩი. ანუ 205 მილიონი. აუ ფექ სად გამოვა? კანტონა, შერინგემი, ტევესი, ვამპერსი გამოვუშვი კი, სოლშერი. კი. სულ შერი 15 მილიონად. მისტერი ბოქსი რა არის? მისტერი ბოქსი 10 მილიონად შემდეგი. 4ჯერ იყო იჯარი სხვა გუნდში. მის სრულ სახელში სკანდინავიური ქვეყნის ეროვნება ურევია. ვესფალიის ზავის მიხედვით შეგვეძლო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩაგვეთვალა. 10 მილიონად. ან 15-ად სულ შერი. მის გვარში სკანდინავიის რაო სკანდინავიურ სრულ სახელში სკანდინავიური ქვეყნის ეროვნება ურევია. დავით ნორვეგია რაღაც ეგეთი სახელდაგვარი აქვს? ბიჭო, დანიელე დენმარკ როცა 15 მილიონი დანიშ. ძალიან დაბალი. სულ შერი რამდენი და 15-ად ეს არის ოლე გამოვუშვი, აი არ გავრისკო.
ერიკ დანიელ პიერ კანტონა. აბარ. ასე ქვია მეგობრებო. და ვესპალის ზავის მიხედვით კანტონას დანიელ. შეეძლოთ. ეგ ეხა შენი ბრალია. და 10 მილიონი რო უთხარი, ეხა კანტონა 10 მილიონად. მაგრამ მისტერი ბოქს მაგით მისტერი ბოქსის მთელი მუღამი ეგაა, რომ შეიძლება ძალიან ძვირად გითხრას და ძალიან ცუდი იყოს და ძალიან დაბალფასად გითხრას და ძალიან კარგი. კანტონა გამაზე ბიჭო. ორივე გაუ. აუ რა გუნდი მყავთ ამერე. არა, სოსკერი, მისტერ ლოიდს. რამდენად წაიყვანა 15-ად. 15-ა? ბელიონის და კი, ბელიონი იყო ძვირით, შედარებით 5 მილიონით. შენი. შენ გახსოვს ციხე ბელიონი? არა კაც. არა. ხოჭო ძალიან კაი სისწრაფე ქონდა იმაში PlayStation. კი, მაგაში იყო გამოსადეგი. კარგით მეგობრებო, მარცხენა ფლანგზე გადავინაცვლოთ. სადაც რაიან გიგზი არის, რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტად 70 მილიონი. 80. ფული ამდენი მოხდა. 220 შეგახსენებთ 220, 230, 205. 80 თქვი შენ? 120. 120. 10 მილიონით მეტი გაქვს ჯავახ. 120 რო გადავიხადო ამაში რჩება 110 მილიონი ორი ცენტრალურ მცველზე და ესე იგი უნდა ავიყვანო მაშინ ჯონოში და ჰენინბერგი რა და ახლა ისედაც კაი მყავს ამიტომ მოდი არ ვიგვაჭრებ 120-ად წაიყვანა გაბრომ ხო? 120-ად გაბროსთან წავიდა გიგზი. თან ახლა ანუ ეს ერთს ფაილებში წერა, ბრო? ციხება ეგა და რა ნახევარდაც მყავს ნახე ბექემი კინი რობსონი გიგზი. შესანიშნავი. გაბრო 100 ერთი ფეხბურთელი აქვს ხო? კი. შენთან არის 15 მილიონად ეშლიანგი ან 20 მილიონად მისტერი ბოქსი. შემოგთავაზებ მასზე მინიშნებებს. იბიცაზე თამაშობს. შესაძლოა სოფლიოზე ვიხილოთ. მისი ტრანსფერი დაახლოებით 9 მილიონი დაჯდა. დაახლოებით, რა ძალიან ბევრი ისტორია არის და აგავა? არ ვიცი. შესაძლოა სოფლიოზე ვიხილოთ და იბიცაზე თამაშობს. ვინ იქნება ფერგის დროს რო იყო და ეხაც რო ფეხბურთს თამაშობს. ეხაც ფეხბურთს თამაშობს. აგავა. შინჯი სხვა არც მახსენია. ნუ ახლა კლევერლი მწვრთნელია უკვე. მასე 9 მილიონი დაჯდა ტრანსფერი? დაახლოებით. კაკაო ჯვირი დაჯდა. არა, 9 მილიონი არ იქნება მაშინ. რავი არ მახსენია. მოდი ახლა ეშლიანგსა და მაგას შორის რა დიდი სხვაობა უნდა იყოს. არა, კარგი იყო ეშლიანგი, მაგრამ მოდი იყოს მისტერი. დიდი სხვაობა არის. იმიტომ რომ ეს ფეხბურთელი არის ბებე. ბებე. რომელიც კაპოვერდეში შეიძლება ვიხილოთ მეგობრებო. რა დაჯდა ბებე? ნუ 9 მილიონი სიამოვნება. სიამოვნებაში ძალიან მაგ რაღაც მოხდა, რა ფული გაატარა. არა, ეგ ვიცი, მაგრამ ბებე 20 მილიონი, 20 მილიონი. ფული გაატარა ფერგიმ რაღაც ამჯერა. აი ბებე მთელი მართლა იყიდა. მართლა ისე მე რამდენი დამკა? 100. ამ მომენტში 100, 210, 205. ანუ ცენტრალურ ნახევარმცველზე მე მემორჩილები გაქვს. თუ აღარ ყავს ცენტრალურ ნახევარმცველზე. ცენტრალურ მცველი დამრჩა. შენ? ორი წველი. შემდეგი მცველი, რონი იუნსენი, 40 მილიონი. უი ბოდიში. 50. მე ორი ცენტრალურ ნახევარმცველი დამრჩა, ხო? წაიყვან. ხო, არავინ ყავს შუიდან. ანუ ეს ფული ვისთვის დავზოგე აბა. ვერ გეტყვით, მაგრამ გავატანე რონი იონსენ. 50-ად წავიდა იუნსენი. ბიჭო, იორკია ვირჩიე და კანტონას შეატოვა იმას ვქენი. აუ მე რა სურანე უკვე. ამეღო რა. მაშინ მეგობრებო, შემდეგი რასაც გთავაზობთ, ეს იქნება ცენტრალურ ნახევარმცველი. ცენტრალური ნახევარმცველი. და ხუან სებასტიან ვერონი არის 40 მილიონად. ჩემთან მოდის პირდაპირ. თუ არავის არ გინდათ? ვერ ვავიღებთ. ორივეს მარტო შენ დარჩი? ვერონი. ორი ცენტრალური ნახევარმცველი ყავს ციხეს დარჩენი და ჩვენ ყავს თითო ცენტრალური მცველი დარჩენი. კარგი. ვერონი რავი რამდენად არა, 40-ადაა, მაგრამ 30-ად გთავაზობ სხვა ფეხბურთს. აბა მიდი. მისი ფასი დამოკიდებულია ზომაზე. კანის გრან-პრი აქვს მოგებული. რა აქვს მოგო კანის? კი. და ხარაგაული ამითაა ცნობილი. არ ვიცი და მე უკვე ბიჭო, მარტივია. ისე ავიჭერი ბელიონზე რომ მეგონა რაღაც გავშიფრეს მის ჩან უკ არა ვერონი პარკი არის, პარკი. ჟისუნ პარკი. აჯისუნ პარკი. მისი ფასი დამოკიდებულია ზომაზე, იმიტომ რომ ეროვნული პარკი? ხო. კი. ჩამოვარ პარკს. მე ჟისუნ პარკი მირჩევნია ვერონს ბოდიში ყველა. მანჩესტერი მანჩესტერში. რა თქმა უნდა მანჩესტერში ჯისუნ პარკი ჯობია
ხუან სებასტიანო ვერ. უფრო ლამაზად იღებს ვერონი, რა ვიცი. ხუან სებასტიანი. ეგეც მართალია. უფრო ლამაზად ჟღერს. პარკი, ისე პარკი არ ვერონი წაიყვანე, ხო? კი და მაშინ შემდეგ ნახევარმცველთან შენთან მოვალ დარენ ფლეჩერი 10 მილიონად ან 15 მილიონად ეს ფეხბურთელი. საფრანგეთში მისი ფასი იზრდებოდა ნელა-ნელა. ჯემბა, ხო, ჯემბა. ლექსად დავწერეთ რა ეს. საფრანგეთში მისი ფასი იზრდებოდა ნელა-ნელა. კარიერის ბოლოს უკვე თმასვიოდა ღერა-ღერა. ამაზე თუ ვეღარ მიხვდი, ვერც მიხვდები, ვერა. ფლეჩერ. ფლეჩერი ჯუნიორი ჯემბას კარ. ლეჩერი თან ორი შვილი ძალიან ბევრი ჯობია. რავი. ფლეჩერი. ია ფლეჩერს რამდენი ჯობი აქედან დავიწყოთ ხოლმე. არა, რა თქმა უნდა, რა დერიკ ჯემბა რა. ნიკი ბატი როგორ არ მოიტანე? ბევრი ფეხბურთელი არაა კიდე კაცო. ფილნევილი? ბევრნი არიან. და იორკი მყოლოდა რა. აი დაზოგვაში ციხემ დაზოგა 155 მილიონი. მაგრამ აი ვიცი დავზოგე. ეგ შეგზნება გაქვთ ხოლმე რომ აი ფული არ მეყოფა, მაგრამ არის ყოველთვის საკმარისი არის. სადღაც მოგიწევს ეს მისტერი ბოქსები, უბრალოდ უნდა გაგიმართლოს კარგ მისტერი ბოქსებში და თქვენ ცოლები ყავთ მეგობრებო დარჩენენ და ნახოთ. ჯონოში 15 მილიონი. ორივე მცველს მისტერი ბოქსი აქვს. თუ არ უნდა ჯონოში ადარჩენილი და კიდე ერთი. კიდე ერთი მცველი, ხო. ჯონოში თუ არც ერთს არ გინათ, გაბროსთან მედის. არც ის ვაჯაო. არ გინდა ჯონოში. ჯონოში მინდა, მაგრამ თუ არ წავიყვანე, ესე არ მეუნები ვინ მოყვება, ხო? ყუთში. არა, რა თქმა უნდა. ორივე სექტორი. ერთი. მე შენც რას წაიღებ? ხო, ორივესე აქვს ცალსაკი მისტერი ბოქსები. ამიტომ ჯერ გამოდისო გაბროსთან წავიდე ჯონოში ერთი. არა, ჯონოში მინდა უეჭვი. კი ბატონო. ჯონოში შენთან 15-ად ან 20 მილიონად ამ ფეხბურთელს გთავაზობ. ოშის მაგივრად. ნაკრებში არასდროს უთამაშია. 1.83 სიმაღლეში. და მაშინ როცა მწვრთნელი იყო, მის ორ ფეხბურთელს კოვიდი დაუდასტურდა. რაი რა მაგარი. ესეთი ძალიან ბევრი თქმელი მესამინი. დაბალი მცველი. ნაკრებში არასდროს უთამაშია. დაბალი. 1.83-ია, კი ბატონო და მწვრთნელობის დროს ერთხელ მის ორ ფეხბურთელს კოვიდი დაუდასტურდა. ვინ დარჩა ცენტრალური მცველი? ო მეგობრებო. არა, მე ოში ჩემი აზრით ვაიმე. კაია. არ ვიცი რა. ის შეიძლება იყოს დაბალი ცენტრალური მცველი რომ მევასებოდეს ისეთი. მიხვდა ის და უბრალოდ თავი დაუქნია ვინც არის. ეხლა უნდა აირჩიო, კარგს მიხვდა თუ ცუც. არა, ოში ჩემი აზრით ოში ძალიან დიდი ფეხბურთელია მანჩესტერისთვის. ოშის ირჩევ, და უარი ტვისტი ბრუსე. ტიბრუსი ალბათ უფრო დიდი ფეხბურთელია. ნაკრებში არასდროს უთამაშია, ძალიან უცნაური, მაგრამ ნაკრებში არასდროს უთამაშია ტიბრუს. ოში წავიდა შავახასთან. და მე დამრჩა. შენ დაგჩა. მიკაელ სილვესტრი. კრის მოლინგი, როგორ გეკადრება 10 მილიონად? სმალდინი. სმოლინგი ვიცი. სმალდინი. ეგრე ძახდნენ რომ კი, სმალდინი. და ან 5 მილიონად ეს ფეხბურთელი. აჰა. კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში დაამთავრა. მე რას მივხვდი, იცი, შენ სისტემაში? ხო. თუ უფრო იაფად მთავაზობ, აუცილებლად უარესი ფეხბურთელია. რაც ეგრე მგონია. არ არის ხოლმე ეგ. არ არის? აჰ, that's good. ანუ როგორ ეგრე იყო იმაზე კანტონაზე? არა. არ შემოგვიყვანს უფრო დამკლო. იაფად? ო, კაი. არ არის ეგრე. აა. ეგ თქვენ რომ ნაფიქრი გაქვთ უკვე გავლილი. აი, აი, სპორტინგის კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში დაამთავრა. 7 წელი ინგლისის ნაკრებში ფილ ჯონს. და კრის მოლინგების ოლი ვოტკინსი. ანუ კარგი არ არის რა. ჯონსი ალბათ. ფილ ჯონსია, ხო? არ არის ფილ ჯონსი, კრის მოლინგების ოლი ვოტკინსი, აი არაფერი, რაღაც არის რა. ვერც გეტყვით ცუდია თუ კაი. არ ვიცი. მოლინგი ჯობია. აირჩე ვინც გინდა, არც გეუბნები რომ ფილ ჯონსი არის. მე სიამოვნებით ავიღებდი სტივ ბრიუს, მაგრამ არ არის. ურა, კარგად და აი, ახლა წამიკითხა მისტერი ბოქსი. კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში დაამთავრა. 7 წელი ინგლისის ნაკრებში იყო. და კრის მოლინგების ოლი ვოტკინსია. კრის მოლინგების ოლი ვოტკინსი არ ასწინში. ოლივუდკისი რა არის ზოგადად ანუ? არ ვიცი, აფენომენია. არაფერი. მოგწნელი. არაფერი, აი რაღაც. კრეპსიტი ოლი ვოტკინსი. აი ოლი ვოტკინსი რა არის პრემიერ ლიგაში? ნუ, კარგი ფორვარდი. ო, ეგ არის, რავი. კრის მოლინგებში არის ეს. ეგრე ცველებში ეგეთი არის, აი.
ინგლისთან ჯონი ევანსი გამოირიცხა ავტომატურად, ინგლისის ნაკრებს 7 წელი, უნდა ყოფილიყო მეტი, იყოს კრის სმოლინგს ვიტოვებ. ფილ ჯონსია მეგობრებო, ფილ ჯონსი. გამოიცანე, ხო. სმოლინგი ჯობი. ერთადერთი ფეხბურთელი ვერ გამოიცნო გაბრონ და ისიც იყო ერიკ კანტონა. ვახ. ბატონო, აბა, გაბრო წარადგინე შენი გუნდი. ყველას დაგჭათ ფული რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი. ჩემ გუნდის კარში, რატომ კარში დგას ედვინ ვანდერსარი. ერთი საუკეთესო მეკარე ვინც კი მინახავს. მარჯვენა მცველსაც იგივენაირად შევამკობ. რაფაელი ქვია მას. ეს დისბალანსი რომ კრახით არ დამთავრდეს მარცხენა ფლანგზე მყავს დენის ირვინი. დაცვის ცენტრშიც დაბალანსება დამჭირდა, იმიტომ რომ ბოლოს საყვანილმა სმოლინგმა პირიქით დამიბალანსა მანამდე აყვანილი ვიდიჩი. მაგრამ აქ ჩემი პრობლემები მთავრდება და იწყება თავდავიწყება, იმიტომ რომ ნახევარდაცვის ხაზი მყავს ასეთი, ბექემი კინი, რობსონი, გიგზი. დასწავლია პირდაპირ. და რუდვანის სტელროი ოლე გუნარ სულშერი მყავს ფორვარდის ხაზში, სულშერი ალბათ ჯობდას გამიდა ყოფილიყო და კანტონა ყოფილიყო მის ნაცვლად, მაგრამ დავახ, შენი გუნდი. ძალიან კარგად დავიწყე და არასწორი ფსონები დავდე ბოლოს და გამიფუჭდა გუნდი, თორემ იდეალური მანჩესტერი იკვრებოდა რა, ანუ ბებეს ადგილზე რომ ჩამისვა გიგზი ან თუნდაც ნებისმიერი ან რონალდო ან გიგზი ან ვიღაცა, თუნდაც ეშლი იანგი მშვენიერი გუნდია. ნუ კარში მყავს ვიღაც კაცი, დაცვაში ნევილი, იონსენი, ოში, ევრა, დაცვა ძალიან ნორმალურია. ფერგიუსონი ესეთი სახელებით და გვარებით ერთ სამ ჩემპიონთა ლიგას წამოიღებს უპრობლემოდ. ნახევარდაცვა მყავს იდეალური ბებეს გარდა, კერიკის კოულზე ტოპი, ნანი ნორმალური, ბებე კატასტროფა და თავდასხმა მყავს ალბათ ამ გუნდებში საუკეთესო თავდასხმა მე მყავს რონი კოული. საუკეთესო ყავს. ანუ ერთი გოლი, ნუ მეკარეს გოლი წავაგე, დაცვა მისაღები, ნახევარდაცვაში გაბრომ მოიგო მაგიდის დერბი და თავდასხმაში მე ვარ რა. თავდასხმა თუ დაგჭირდეთ, მე ჩემთან დარეკეთ. თურმე რონალდუსთან უნდა გებრძოლოთ ჩემთვის. ეგ 300-ზე რო შეშინდა. ხო არ გავცვალოთ. არა, 160 მილიონი მაგრამ. აი, მოიცა რონალდუს მოგცენ? ხო. კაი დროსია ხა არ დავაზო. მაწი არა. მორჩენი. არ თუ გინდა გაცვალეთ, რავი, რას ცულით, მაინტერესებს, აბა. რონალდუს და 160 ელიონს გაძლევ? არა, ბებეს მომცემს ანუ. აფრაზი ზაბა. ელიონი და ბებე ერთად რა არის? კაი, ჩემი გუნდი, რომელიც ყველაზე ნაკლებ გოლს გაუშვებს, იმიტომ რომ კარში დგას მანჩესტერის ისტორიაში საუკეთესო მეკარე პიტერ შმეიხელი და მის წინ ცენტრალურ მცველებად დუეტში ყავს რიო ფერდინანდი და იაპ სტამი. ფლანგებზე კარგი ფლანგელები, როგორც ჯები. თავდება. მარჯვენა მცველად უეს ბრაუნი, რომელმაც 2000 წლის ფინალში გააკეთა საგოლე გადაცემა და მარცხენა მცველად გაბრიელ ჰაინცე, რომელმაც ნიგერიას გაუტანა 2010 წლის სოფლიოზე არგენტინის პირველი გოლი. შვენიერი. შემდეგ მარცხენა ფლანგზე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კრისტიანო რონალდუ და კრისტიანო რონალდუ, მაინც მაყურებლებო გაითვალისწინეთ. მარჯვენა ფლანგზე ანტონიო ვალენსია, რომელიც ასევე კარგი მარჯვენა მცველი იყო, მარჯვენა გარემარბი იყო ფერგის პერიოდში. რა არისო ფერგის. და რეინჯერსთან ფეხი რო არ მოეტეხა, კიდევ რა იქნებოდა კაცმა არ იცის. ფერგის მერ ბოდიშ შეგაწყვეტი. ხო, ანუ რეინჯერსთან ფეხი რო არ მოეტეხა, კიდევ რა იქნებოდა კაცმა არ იცის. ნახევარდაცვა ხუან სებასტიან ვერონი რა ლამაზად ჟღერს შენ და რა ცუდი იყო მანჩესტერში. ესე წარმოიდგინეთ და პრაიმი გაიხსენეთ პარმაში მახსოვს მის პრაიმი. დარენ ფლეჩერი კუპების мама, რომლის შვილებიც მანჩესტერში ირიცხებიან და კარგი ფეხბურთელი იყო, ის ერთი გოლი მაგან გაუტანა სიტის 6-1 რო წააგო მანჩესტერმა. და შეტევა დიმიტარ ბერბატოვი კლასის დაღვრა ყველაფერი. საქართველოს ძალიან უყვარს თანაც დიმიტარ ბერბატოვს ჩვენთან რო იყო და აი დევიდ ბელიონი არც ვიცი ვინ არის მოვიძიებ რომ მივალ ოფისში ახლა მოიძიე და რამე კარგ ჰაილაითებს ვნახავ სამწუხაროდ იორკი რომ დამეტოვებინა მაგრამ ეგრე გითხრა ხო ვარჯიში 9 ქონდა სირბილი იორკი რომ დამეტოვებინა ვიტყოდი უეჭველი მოვიგებ ეხლა საკამათოა მე მომწონს ყველას კაი გუნდი ყავთ ყველგან არის ესე ცირე პრობლემები ალბათ გაბროს გუნდში
კლასიკური გაგებით პრობლემა ცოტა, მაგრამ star power-ი აქეთ მეტი არის. ამის ქვეშ შემიძლია. star power-ი გაკლი. რონალდო. ბეკემი მყავს. ყველაზე მეტი follower-ი ყავს. ბეკემი ყავს, გიგზი ყავს, ვიგს. რონალდო მხოლოდ თქვა პლაჟზე რომ გავიაროთო. გიზი კინი შეთან მოვახალ. იზი რა არის ბეკემთან არა. აღარ ღირს გიზის star, აღარ გინდა გიზის star power-ობა. ადამიან, გიგზის ადამიანობა გაიცენოს ხალხი. კი. მე ოჯახი. მაგის. არა. მოიცა ეხლა. ბეკემი ყავს მართალი ხარ. star power არის ბეკემი იქ ის არის. ბეკემი კინი, გიგზი, რობსონი, აუ ფერდინანდის სტერლოი, თამაში ვიგიჩი, რონალდო. და ვანდერსარი, ანუ 1-6-ის თარი ყავს ახლა მეტი. ნუ აი რანაირი stars ვიძახით თორე ხა. როიკინის დევიდ ბეკემი ვინგონია. არა, დევიდ ბეკემი ძალიან დიდი სტარია რა შესახე. ნორმ კაი ჩაწოდება ქონდა რა. ეგ იყო და ერთი ფეხის კაცი. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. დაძაბული იყო. მაყურებელს. კი, კარგი ის გამოვიდა. დანჩენი ფული მაყურებელი რომ მოგჭა არტე ხავს მანჩესტერში რომ ფული მოგჭა. ფერგი ესე იზამდა. ო, პერგი. ფერგი ესე იზამდა, თორე ეხლა ახალ მანჩესტერზე რო გავაკეთოთ, დაუმატეთ იმ ხავს ვაჭამოთ უჭმელები რო დატოვეს სასადილოში. ეგ არის. და ასევე მაყურებელს თხოვ, რომ რაღაც რამე წესებზე იდეა თუ აქვთ, მოიწერონ, შეიძლება გავითვალისწინონ, შეიძლება არა. კიდე. ან რომელი გუნდის თუ ეგრეა აი. მოდი ესე გავაკეთე. ვიღაცებს ხომ უნდებათ ახლა ჩემი გუნდის. მორჩენილი ფულით თითო კაცი დავიმატოთ ახლა ყველამ დღევანდელი მანჩესტერს რომ მოუხდებოდა ის. არა, ვინც გაატარეთ ეს ფეხბურთი, მაგრამ ვინ გაატარეთ? მისტერი ბოქსებიდან გატარებული ხალხი. ანტონა. იორკი. მაიკლ კერიკს ვაჩუქოთ თითო ფეხბურთელი მორჩენილი თანხით დღევანდელ პრემიერ ლიგაში ვინც თამაშობს ან სხვაგან და ამ მანჩესტერს მოუხდებოდა. აი ამას გთავაზობ. მორგან როჯერსი. დავაი. რამდენი დამრჩა? შენ გაქვს 90, შენ 145 და შენ 155. ააშენებ გუნდს. ერთი კაცი? მე მივცემ მაშინ ბატონ მაიკ. ყველას იყიდით მაგფალსად. თითქმის. ნუ იმას ვერ მოიყვან ბაპეს და ამას. ხო. რავი, ჰაკიმის უყიდი მაიკლ კერიკს. ჰაკიმს უყიდე. მოუვა, არ მოუვა. 90-ად ჰაკიმს გაუშვეს პენჟე? დავლოს დავამატებ. მე დავუმატებ ჩემი 160-დან 20 მილიონს. შენ ვის დაუმატებ? ჰაკიმი მოიყვანა გაბრუნ. მე ვყიდულობ ჰარიკეინს 140 მილიონად ბაიერნიდან და ვჩუქნი ბატონ მაიკლ კერიკს. შენ? არ ჭირდება ადამ ორტონს ამდენი. მაგრამ რავია, ცოტა რეალისტი. ელიოტ ანდერსონ. ელიოტ ანდერსონი, ო, კი, აი. მაინ 100 მილიონი დაჯდება სეზონის ბოლოს. ელიოტ ელიოტ ანდერსონს გულოს. ჰარიკეინს არ გაყიდის ბაიერნი 140 მილიონი. აუცილებლად გაყიდეს. სახანძრიებს. აუცილებლად გაყიდეს. 140-ად ახლა. ასაკიდან გამომდინარე. ხო, ასაკიდან. არა, არის. მაგდანად უეჭველია. კი, კი. აი ინგლისელი ფორვარდი მანჩესტერს ჭირდება ჩემი აზრით რა. ესეთი კარგი. ხო, კარგი. გამთამაშებელი ფორვარდი. რაც ინგლისელი ფორვარდები არ ყავს. კარგად ცენტრ არის ფორვარდები. საქმე მე. ვაუ. რამდენი ხანი არ ყოლია ინგლისელი ცენტრი? რუნის მე რაშფორდს არ ვთვლით ალბათ და ცენტრ ველბეკი. ფორვარდად. არც ველბეკი, ხო, ველბეკის მერეც არ ყოფილა. ხო, ველბეკი იყო. ველბეკი იყო მართალია. ხო, მეტი ვერ. კარგით, მადლობა მეგობრებო. ეგ არის. იცოცხლეთ ქართველებო. კი.